გამარჯობა მეგობრებო, მე ოლი ვარ History Profiles-თან და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევისწავლით მადამ დე მონტესპანის ცხოვრებას, რომელიც იყო მეფე ლუი მე-14-ის მეფის საყვარელი და ზოგიერთმა მას საფრანგეთის ნამდვილი დედოფალი უწოდა. თუმცა მას ჰქონდა ბნელი საიდუმლო, რომელიც გამოაშკარავდა ცნობილი მკვლელობის სკანდალის დროს, რომელსაც ეწოდებოდა შხამების საქმე. მისი ბრალმდებლები ამტკიცებდნენ, რომ მან ეშმაკს თაყვანისცა, რათა მეფის გული მოეგო. ფრანსუაზ ათენაის დე როშეშუარ დე მორტემარი, რომელიც ცნობილია როგორც მადამ დე მონტესპანი. დაიბადა 1640 წლის 5 ოქტომბერს, თავისი ოჯახის შატოში, საფრანგეთის დასავლეთში. ის წარმოშობით ორი არისტოკრატული ოჯახიდან იყო, რომელთაც თავიანთი წინაპრების ისტორია ასობით წლით უკან შეეძლოთ გაეგვრიათ. არისტოკრატებში ასეთი ხანგრძლივობა გამორჩეული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მშობლები ძალიან მაღალი სტატუსის მქონენი იყვნენ. მისი მამა იყო გაბრიელ დე როშეშუარი, მონტემარის ჰერცოგი, დონე შარანტის პრინცი. მისი დედა იყო დიანა დე გრანდსონი, ანა ავსტრიელის, საფრანგეთის დედოფლის, კარის ქალბატონი. ბავშვობაში მისი მშობლები დაკავებულები იყვნენ სამეფო კარზე, რაც ნიშნავდა, რომ მას ოჯახურ მამულში დარჩენა და მასწავლებლების პისმიერ სწავლა უწევდა. ხანდახან დედას ლუვრის კარზე თან ახლდა, მაგრამ ეს დასრულდა 12 წლის ასაკში, როცა მონასტრის სკოლაში გააგზავნეს. შემდეგი 5 წელი აქ დარჩა. ამ პერიოდში მან ისწავლა კითხვისა და წერის საფუძვლები, ასევე ცოტაოდენი მათემატიკა. მაგრამ ყველაზე მეტად მას ასწავლიდნენ რელიგიასა და ქცევის წესებს. ამბობენ, რომ ფრანსუაზა ძალიან რელიგიური გოგონა იყო და ახალგაზრდობაშიც რეგულარულად ესწრებოდა მესას და იღებდა ზიარებას. 1658 წელს ფრანსუაზამ სკოლა დატოვა და 2 წლის შემდეგ, როდესაც ის 20 წლის გახდა ინგლისის პრინცესა ანრიეტა ანას საპატიო ფრეილინან, რომელიც იყო მეფე ლუი მე-14-ის ძმის ცოლი. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია მან მხოლოდ დედის გავლენისა და თავისი გვარის მაღალი სტატუსის წყალობით მიიღო. 1661 წელს ფრანსუაზა დაინიშნა მამაკაცზე სახელად ლუი ალექსანდრ დე ლა ტრემოაილი. მაგრამ ასე არ მოხდა. უბედური მოვლენების სერიის გამო, ლუი ალექსანდრე იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა, როდესაც მეგობარს დუელში სეკუნდანტად დაუდგა. 8 კაცის ჩხუბის შედეგად ერთი ადამიანი მოკვდა, რაც ნიშნავდა, რომ თუ მისი საქმრო ქვეყანას არ დატოვებდა, დიდი ალბათობით სიკვდილით დასჯიდნენ. თუმცა, ამის შემდეგ მალე ფრანსუაზმა გაიცნო იმავე დუელში მოგლული კაცის უმცროსი ძმა. მისი სახელი იყო ლუი ანრი დე პარდეონ დე გონდრენი, მონტესპანის მარკიზი. მალე ისინი ერთმანეთს შეუყვარდნენ და შემდეგ 1663 წლის იანვარში პარიზში დაქორწინდნენ. ფრანსუაზმა, რომელიც ახლა მადამ დე მონტენი იყო, პანი იყო, მალევე შვილი გააჩინა, რომელსაც ქრისტინი დაარქვეს. შემდეგ 1665 წელს მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლუი ანტუანი დაარქვეს. სამწუხაროდ, მისი ქმარი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებული იყო და ხარჯვის მხრივ იმპულსური. ცხადია, ეს ოჯახს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. წყვილი ლუვრთან ახლოს კარგ სახლში ცხოვრობდა, რაც მადამ დე მონტესპანს საშუალებას აძლევდა სამეფო კარზე ევლო და იქ თავისი მოვალეობები შეესრულებინა, როგორც ორლეანის ჰერცოგინიის ფრეილინას. სასამართლოში ყოფნისას იგი ცნობილი იყო თავისი დიდი სილამაზითა და შესანიშნავი გარეგნობით. გარდა ამისა, იგი იყო შესანიშნავი მოსაუბრე, დიდი გონება-מחვილობითა და მომხიბლებით ლობით. მისი სიტყვების ოსტატობა მას ძალიან მიმზიდველს ხდიდა კარზე მყოფი მამაკაცებისთვის და რა თქმა უნდა, ბევრი თაყვანისმცემელი ცდილობდა მისი გულის მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაქორწინებული იყო. მისი სილამაზე და მომხიბლელობა მალე მიიპყრო მეფე ლუი მე-14-ის ყურადღება, რომელმაც მალევე დაიწყო მისი მოხიბლა. უცნობია, რომელს სურდა მეორის დაპყრობა, მაგრამ ჩანს, რომ ორივე დაინტერესებული იყო ინტიმური ურთიერთობის დაწყებით. მათი რომანის პირველი ნიშნები გამოჩნდა 1666 წლის ზამთარში და 1667 წლის მაისისთვის ისინი უკვე მარტონი ნახეს. ამ დროს ლუი მე-14-ის ოფიციალური საყვარელი იყო ლუიზა დე ლა ვალიერი, პოზიცია, რომლის დაკავებაც მონტესპანს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მეფეს ადრე ლავალიერისადმი გრძნობები ჰქონდა, ჩანს, რომ ნელ-ნელა მასზე ინტერესი დაკარგა და მონტესპანთან ურთიერთობის დაწყება მოისურვა. მიუხედავად იმისა, რომ ლავალიერმა იცოდა მონტესპანის განზრახვების შესახებ, ის გულუბღვილო იყო და სჯეროდა, რომ მეფის გული მას ეკუთვნოდა. ამიტომაც მონტესპანის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნებოდა.
როგორც ჩანს, მან ზოგარ დასცინა მის საწოდავ მცდელობებს. თუმცა სწორედ ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ლავალიერმა მალე დაკარგა თავისი პოზიცია. ამ დროს როგორც ლავალიერი, ისე დედოფალი მარია ტერეზა ორსულად იყვნენ და ამიტომ სთხოვეს მონტესპანს, რომ პირად ვახშმებზე მეფე გაერთო. მონტესპანმა ორივე ქალის მეგობრობა მოიპოვა, თუმცა მალე ინანებდნენ, რომ მას მეფესთან ასეთი სიახლოვის უფლება მისცეს. ერთხელ მადამ დე მონტესპანმა შენიშნა, რომ მეფე უთვალთვალებდა, როცა ის ბანაობდა. ამბობენ, რომ მან შემდეგ პირსახოცი დააგდო, რათა მეფეს მისი ყურებით დაეთკბო თვალი. ამის შემდეგ მეფეს ლავალიერზე დიდი ინტერესი აღარ ჰქონდა, მაგრამ ახალი ურთიერთობის დასამალად ის კიდევ ცოტა ხანს მის გვერდით დატოვა და ორივე ქალბატონი ერთმანეთთან დაკავშირებულ ოთახებში გადაიყვანა, რომლებიც მათ ერთად უნდა გაეზიარებინათ. ლავალიერი კიდევ რამდენიმე წელი დარჩა კარზე, მაგრამ მონტესპანთან პოზიციის დაკარგვის შემდეგ საბოლოოდ წავიდა და მონასტერს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მონტესპანი სილამაზითა და მომხიბვლელობით იყო ცნობილი, სავარაუდოა, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რის გამოც მან მეფის გულის მოგება ასე მარტივად შეძლო. სხვადასხვა წყაროები და ჩვენებები, რომლებიც ცნობილი შხამების სკანდალის დროს გაჩნდა, ამას ამტკიცებდნენ. დაახლოებით 1665 წელს ქმადამ დე მონტესპანი დაიწყო ვიზიტები მედიუმთან, სახელად კატერინ მონვუაზენი, რომელიც ცნობილია როგორც ლა ვუაზენი. ის იყო ცნობილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, რომელიც სთავაზობდა სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის ბედითქმას, აბორტებს, შხამს და სხვა. ამ ცნობების მიხედვით მონტესპანი მიზნად ისახავდა მეფის გულის დაპყრობას და მისი ოფიციალური საყვარელი გამხდარიყო. ამტკიცებდნენ, რომ მონტესპანმა მეფეზე აფროდიზიაკები გამოიყენა, აცდუნა იგი და ბოლოს შავ მესებში მიიღო მონაწილეობა, რათა მისი გული მოეგო. მტკიცებით, ამ რიტუალების დროს ლავუაზენი და მონტესპანი ეშმაკს უხმობდნენ და მას მეფის სიყვარულისთვის ევედრებოდნენ. ერთ-ერთი აღწერის მიხედვით, თუ როგორ ტარდებოდა ეს რიტუალები, ასე ჟღერს. გრძელი შავი ხავერდის ნაჭერი გადაფენილი იყო საკურთხეველზე და ამაზე სამეფო საყვარელი სულად შიშველი წვებოდა. 6 შავი სანთელი ანთებდნენ. ცერემონიის აღმსრულებელი შემოსილი იყო სამღვდელო შესამოსელით, რომელიც ვერცხლით ამოქარგული საიდუმლო ნიშნებით იყო მორთული. ოქროს პატენა და ბარძიმი, ცოცხალი, საკურთხევლის შიშველ მუცელზე დაასვეს. ყველაფერი ჩუმად იყო, გარდა მკრეხელური ლიტურგიის დაბალი მონოტონური ბუდბუდისა. დამხმარე წინ მიიბარა, ხელში ჩვილი ეჭირა. ბავშვი საკურთხევლის ზემოთ ეჭირათ, კისერზე მკვეთრი ჭრილი გააკეთეს. ჩახშული კუნესა გაისმა და თბილი წვეთები ბარძიმში ჩავარდა და თეთრ ფიგურას ჩამოეყარა ქვემოთ. სხეული ლავუაზენს გადასცეს, რომელმაც იგი გულგრილად ჩააგდო სპეციალურად ამისთვის გაკეთებულ ღუმელში, რომელიც მძვინვარეთ თეთრად ანათებდა. ამ შავ მესებს მონტესპანი სავარაუდოდ იყენებდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეფის გული მოეგო, არამედ იმისთვისაც, რომ შეენარჩუნებინა იგი როგორც კი მეფე სხვა ქალით დაინტერესდებოდა. მიუხედავად მრავალი ჩვენებისა, არ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მონტესპანს ლავუაზენთან და მის ქმედებებთან დააკავშირებდა. რაც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე ამ ბრალდებებში, მადამ დე მონტესპანი საბოლოოდ გახდა მეფის ახალი საყვარელი 1667 წლის ივლისში. მიუხედავად იმისა, რაც სამეფო კარზე ხდებოდა, მონტესპანის ქმარი მაინც უცოდინარი იყო თავისი ცოლის რომანის შესახებ. ის არმიაში მსახურობდა და მხოლოდ 1668 წლის ივნისში გაიგო, რომ მისი ცოლი მეფის შვილით იყო ორსულად. ამის გაგების შემდეგ ლუი ანრი გაბრაზდა და აგრესიული გახდა. ერთ-ერთ შემთხვევაში მან თავისი ედლი შავად შეღება და თქვა, რომ ცოლის დაკარგოს გლოვობდა. მოკლე პატიმრობის შემდეგ ლუი მე-14-მ იგი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში გადაასახლა. მომდევნო წელს მას არმიაში დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ მას შემდეგ რაც გოგონა გაიდაცა და თავის ჯარისკაცებთან ერთად მოქალაქეებს დაესხა თავს, იძულებული გახდა ესპანეთში გაქცეულიყო. მხოლოდ 1674 წელს მოხდა მონტესპანისა და მისი ქმრის ოფიციალური განშორება. 1669 წელს მონტესპანმა მეფესთან პირველი შვილი გააჩინა. დროთა განმავლობაში წყვილს კიდევ 6 შვილი შეეძინა. 1673 წელს წყვილის 3 ცოცხალი შვილი, ლუი მე-14-მ ლეგიტიმურად აღიარა და სამეფო გვარი დე ბურბონი მიანიჭა. მონტესპანი დაკავებული იყო კარზე და შვილების საჭიროებებისთვის დრო თითქმის არ ჰქონდა.
შედეგად ბავშვობის უმეტეს ნაწილს ისინი თავიანთ აღმზრდელთან, მადამ სკარონთან ატარებდნენ, რომელიც მონტესპანის ახლო მეგობარიც იყო. იმის გამო, რომ მონტესპანმა მეფესთან მრუშობა ჩაიდინა, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იგი მტრად მიიჩნია. ერთხელ 1675 წელს მონტესპანმა ახსარებას თხოვა მღვდელს, რათა აღდგომის სიარება მიეღო. თუმცა ამ მღვდელმა, რომელმაც იცოდა მისი სკანდალური და უწმინდური რეპუტაცია, უარი უთხრა მის უთხამისთვის ცოდვების მიტევებაზე და უთხრა: ეს არის ის ქალბატონი, რომელიც მთელ საფრანგეთს აღაშფოთებს. წადით და დაანებეთ თავი თქვენს შემაძრწუნებელ ცხოვრებას. და შემდეგ მოდით და იესო ქრისტეს მსახურებს ფეხებში ჩაუვარდით. ამ დროამდე მადამ დე მონტესპანს ზოგიერთები საფრანგეთის ნამდვილ დედოფლად მოიხსენიებდნენ მისი გავლენისა და ლუი მე-14-თან ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობის გამო. თუმცა მისი ასე წოდებული მეფობა დამანგრელად დასრულდა 1677 წელს, როდესაც ის 10 წლეულის უდიდეს სკანდალს შხამების საქმეს დაუკავშირეს. გრძელი გამოძიების შემდეგ ლავუაზენი საბოლოოდ დააკავეს და დაკითხეს. შესაძლოა მას წამებაც ჩაუტარეს, მაგრამ რაც ნამდვილად ცნობილია, ის მუდმივად მთვრალ მდგომარეობაში ჰყავდათ, რომ საუბარი გაეგრძელებინა. ბოლოს მან თავისი ყველაზე ცნობილი კლიენტის სახელი დაასახელა: მადამ დე მონტესპანი. ლავუაზენი ამტკიცებდა, რომ მონტესპანმა მისგან აფროდიზიაკები იყიდა და მასთან ერთად შავი მესები ჩაატარა, რათა მეფის კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა და მეტოქე საყვარლებზე უპირატესობა მოეპოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მის აღიარებებს გარდა სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, ამან მის რეპუტაციაზე საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, ბევრი ფიქრობდა, რომ მადამ დე მონტესპანიც მეფის მოკლაზე შეთქმულებაში მონაწილეობდა. ცნობილი იყო, რომ მისი ურთიერთობა ლუი მე-14-თან აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. მეფემ ფონტაჟის ჰერცოგინიას მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ზოგი ფიქრობდა, რომ მონტესპანი მზად იყო მეფე მოეწამლა, თუ მადმუაზელ ფონტაჟი მას ჩაანაცვლებდა. თუმცა მადმუაზელ ფონტაჟი 1681 წელს გარდაიცვალა, სანამ მეფესთან ურთიერთობა განვითარდებოდა. რა თქმა უნდა, არსებული ვითარების გათვალისწინებით სოხალისტინებით ზოგი ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილი მონტესპანის ნამოქმედარი იყო, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სავარაუდოა, რომ დამატებითი ეჭვი მადამ დე მონტესპანზე მისმა მოახლემაც გამოიწვია, რომელსაც ხშირად ახსენებდნენ ლავუაზენთან კავშირში. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტმა გაბრიელ ნიკოლა დე ლა რეინმა, რომელიც სკანდალის გამოძიებაზე იყო პასუხისმგებელი, მრავალი შეუსაბამობა აღმოაჩინა ჩვენებებში, რაც მონტესპანის მიერ მეფის მოწამლის სავარაუდო შეთქმულებას ეხებოდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ის ამ ბრალდებებში უდანაშაულო იყო. მეფე შოკირებული იყო ამ ბრალდებებით თავისი შვილების დედის მიმართ და სწრაფადვე უარყო და დამალა ყველაფერი, რაც მონტესპანის წინააღმდეგ იყო. მაგალითად, მან ბრძანა, რომ მონტესპანის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება საქმის მასალებიდან ამოეღოთ. ამის შემდეგ მონტესპანის მამხილებლები საიდუმლოდ სამუდამო პატიმრობაში მოათავსეს. რა თქმა უნდა, მონტესპანი არასოდეს დაუკითხავთ და არც მამხილებლებს შეფირისპირებია. შემდეგ წლებში ის უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთო ქველმოქმედებაში. მან დააარსა საავადმყოფოები ხანდაზმულებისისა და ობლებისთვის, პანსიონი ღარიბი და ობოლი გოგონებისთვის და ასევე თავშესაფარი პარიზის ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის. 1691 წელს მადამ დე მონტესპანმა სამეფო კარზე ცხოვრებაზე უარის თქმა გადაწყვიტა და პარიზის მონასტერში რელიგიური ცხოვრება დაიწყო. მას მიენიჭა 9,5 მილიონი ფრანგის სოლიდური პენსია, რომელიც სხვების საკეთილდღეოდ გამოიყენა. გრძელი პენსიაზე ყოფნის პერიოდში მადამ დე მონტესპანმა დიდი თანხები შესწირა საავადმყოფოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ასევე ხელოვნების გულუხვი მფარველი იყო. მადამ დე მონტესპანის ცხოვრების ბოლო წლები მკაცრ მონანიებას დაეთმო და როგორც საბოლოო მონანიება მან ქმარს პატიებას თხოვა და სთხოვა, რომ მასთან დაბრუნებულიყო, მაგრამ მან უარი თქვა. თუმცა უცნაურად სიკვდილამდე მან მონტესპანისადმი სიყვარული გამოაცხადა და თავისი ქონების გამგებლად სწორედ მას დანიშნა. მადამ დე მონტესპანი გარდაიცვალა 1707 წლის 27 მაისს, 66 წლის ასაკში, სავარაუდოდ გულის დაავადების გამო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ხან გონზე იყო, ხანაც გონებას კარგავდა და ძლიერ უჭირდა სუნთქვა. გარდაცვალებამდე მან ყველას პატიებას თხოვა. მისი ბოლო სიტყვა იყო მაპატიეთ. ეს იყო History Profiles, რომელიც გიყვებოდათ. ქვემოთ აღწერაში არის ბმული ჩემს არხზე.
და არ ინერვიულოთ. Forgotten Lives დაბრუნდება მომავალ კვირას ახალი ვიდეოთი. ნახვამდის.